მოგესალმებით. ვიწყებთ გადაცემა ინტერვიუს, რომელსაც მე სალომე ასათიანი ვუძღვები. ეს გადაცემა გახლავთ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტი და ჩვენ რადიო თავისუფლების პრაღის შტაბ-ბინიდან თბილისში ვესაუბრებით სტუმრებს. დღეს ჩვენი სტუმარია გიგა ბოკერია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, რომ მისი შემადგენლობა განახლდა და ახალი ენერგიით მოქმედებს. თუმცა ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი, ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავაც გუნდის ლიდერად აცხადებს თავს. პარტია ამბობს, რომ შეცდომები თუ გადაცდომები გაიაზრა და ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში სხვაგვარად იმოქმედებს. თუმცა საზოგადოებას მათგან არც წარსული სიღრმისეული ანალიზი მოусმენია და არც ერთიანი მობოდიშება რეპრესიული პოლიტიკის გამო. სხვადასხვა გამოკითხვით მართველი ძალის რეიტინგი ეცემა, თუმცა ეს დიდად არ აისახება ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებლის ზრდაზე. რა ვითარებაშია პარტია ამჟამად? ამ და სხვა საკითხებზე ვესაუბრებით ჩვენ სტუმარს გიგა ბოკერიას. მოგესალმებით ბატონო გიგა. საღამომშვიდობისა და მადლობა მოწვევისთვის. მოდით პირდაპირ ამ საკითხით დავიწყოთ. თქვენი პარტიის ის პირველი ათეული განახლების და ახალი ენერგიის მაჩვენებელიაო, განაცხადა დავით ბაქრაძემ, ის პირველმა ნომერმა წარდგენის დღეს 16 მაისს, თუმცა თქვენი პოლიტიკური ძალის ლიდერად, თუ გნებავთ არაფორმალურ, არაოფიციალურ ლიდერად, ბევრი მაინც აღიქვამს მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს ბევრი მოქალაქე, რომელსაც ახლა ოფიციალურად არ თანამდებობა აქვს და საქართველოს მოქალაქეც აღარ არის. თუ შეიძლება გითხარით რეალურად რა როლს ასრულებს დღეს სააკაშვილი პარტიის ცხოვრებაში, პარტიის რეიტინგის თვალსაზრისით და არის თუ არა ის თქვენი ლიდერი ამჟამად უკვე არაოფიციალური ფორმით. მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტ სააკაშვილი ფაქტიურად არის რეგიონული მართლობის პოლიტიკური ფიგურა. ახლა ეს ასე არის, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის მისი ოპონენტი თუ მომხრე, ეს უბრალოდ ფაქტი არის, უკვე შემდგარი. უკვე დიდი ხანია, რამოდენიმე წელია იმ არანორმალური ვითარების გამო, რომელიც საქართველოში არის შექმნილი, მიხეილ სააკაშვილს არ აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პარტიის, რომლის დამფუძნებელი გახლავთ, ის მართვაში მიიღოს რეალური მონაწილეობა, იმ უბრალო ფაქტის გამო, რომ მას შეეზღუდა შესაძლებლობა საქართველოში ჩამოსვლის. მე უბრალოდ აღწერი რეალობას, რომელსაც ადგილი აქვს და ამიტომ მან საკმაოდ ბუნებრივი არჩევანი გააკეთა იმ ქვეყანაში, რომელთანაც მას ისედაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებდა, სადაც ის სწავლობდა და ახალგაზრდობის მრავალი წელი გაატარდა, ბევრი მეგობარი ყავს და რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და მთელი რეგიონის მომავლისთვის და სადაც ახლა გადამწყვეტი ამ ისტორიულ მომენტში ბრძოლა მიმდინარეობს პუტინის რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის, იქ გადაწყვიტა რომ გაეგრძელებინა თავისი ძირითადი პოლიტიკური მოღვაწეობა ამჟამად და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვართ. ანუ რჩება თქვენს ლიდერად. ნაციონალურ მოძრაობას მოგი გიპასუხეთ კითხვაზე, თქვენ შეიძლება არ მოგიწონათ უბრალოდ ჩემი კითხვა, მე აღწერე ეს რა ვითარებაც არის. მას მოქალაქეობა ჩამოართვეს, მოქალაქეობის ჩამოართვებამდეც კი მას აღარ ეძლეოდა შესაძლებლობა პარტიის მართვაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ამ პარტიის დამფუძნებელია და რეგიონული მასშტაბის პოლიტიკური ფიგურა, ამიტომ თუ თქვენ მეკითხებით იმას აქვს თუ არა გავლენა მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას საქართველოს მიმდინარე მოვლენებზე, რა თქმა უნდა აქვს. არა, ჩვენ აღწევთ იმას, როგორც გესახებათ განახლება პარტიის და მისი ფიგურის ახლა უკვე როგორც თქვენ აღიარებთ არაოფიციალური ლიდერობა, მაგრამ სანამ საუბარს გავაგზავნებდეთ მაყურებელს და შევთავაზოთ თავად მიხეილს გაუჩნდებათ მოგისმენთ. შეიძლება წინადადება დავასრულო? კი ბატონო. თუ შეიძლება წინადადება დავასრულოთ, შეიძლება. ჩემ მაგივრად ჩემ სიტყვებს გააფორმებთ ხოლმე. არაოფიციალური ლიდერი არ მიხსენებია, მე ვთქვი რომ რეგიონული მასშტაბის პოლიტიკური ლიდერია მიხეილ სააკაშვილი, თქო და ეს არის ჩემი სიტყვები. ისაც მე ვთქვი, გავაკონკრეტებთ, თქვენ ჩემი პასუხი არ მოგეწონათ. კარგით, მაშინ მოდით მოусმინოთ თავად მიხეილ სააკაშვილს. კი ბატონო. რას ამბობს ის? სააკაშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა მხოლოდ მასთან ასოცირდება, ისევე როგორც ქართული ოცნება ასოცირდება ბიძინა ივანიშვილთან და ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ ის აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში. შეგვიძლია ახლა მოვისმინოთ ნაწყვეტი ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეარხ რუსთავი 2-ის გადაცემა პოსტსკრიპტუმს მისცა რამდენიმე კვირის წინ 24 აპრილს. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში. ამას საერთოდ ეჭვი არ მეპარება. ეს ყველაფერი დანჩენი არის ისა, რომ აი კი ხალხმა კი, მაგრამ ამათ მაინც ის რა ქვია, ტყუილია. არის ორი ძალა. ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მეკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. როგორც იგეგებება და როგორც ზუსტად ყველაფერი გათვლილი გვაქვს ეს არჩევნები. ჩავამთავროთ, მოვიგოთ. მე ჩამოვიდე, დავსხდეთ
და დავეხმარო იმ ხალხს, იმ ჯგუფს, იმ გუნდს, რომელიც გაიმარჯვებს დანაკარგების გარეშე სწრაფად ახალი პერსპექტივების გაჩენაში. თუ შეიძლება თქვენ რომ გითხრათ დავუშვათ ჰიპოთეტურად თქვენი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში დაბრუნდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში და იქნება თუ არა კვლავაც თქვენი ლიდერი და თუ ეს ასე იქნება როგორც ის თავად აცხადებს, მაშინ რა ტიპის განახლებაზე საუბრობთ პარტია? გავწალმებ სამწუხაროდ თქვენ ამ ინტერვიუდან ის ნაწილი რომელიც კონკრეტულად ეხებოდა იმას რა ტიპის პარტია მიხეილ სააკაშვილის და ჩემი აზრითაც მათ შორის ნაციონალურ მოძრაობა არ გამოიყენეთ რომელიც სწორედ იმ საკითხს ეხებოდა რომელზეც თქვენ სპეკულირებთ მიხეილ სააკაშვილს კითხეს შიდა პარტიულ დაპირისპირებებზე და მან თქვა რომ დაშიც მე აბსოლუტურად ვეთანხმები ნაციონალურ მოძრაობა არ არის ერთი ლიდერის ან თუნდაც რამოდენიმე ლიდერის პარტია ან ბელადების პარტია ეს პარტიას საერთიანებს ფუნდამენტური პოლიტიკური შეხედულებები ბატონო გიგა დიდი ბოდიში გაწყვეტინებთ მიხეილ სააკაშვილი ამბობს რომ მთელი ნაციონალური მოძრაობა ასოცირდება მხოლოდ ჩემთან როგორ შეგიძლიათ ეს შეათავსოთ ლიდერის არარსებობასთან თუ ცუდად მოგაკი იქნებ ზუსტი მომენტს მოგეყვანათ მიკავშირდება მე თქვა და რა თქმა უნდა უკავშირდება მას და ის არის რეგიონული მასშტაბის ლიდერი როგორც გითხარით მაგრამ ახლა ეს საკითხი განსაკუთრებით გაინტერესებთ სანამ ჩამოსვლას დაუბრუნდებოდი და მოკლედ ვეგაქცევთ პასუხს რა თქმა უნდა ყველა პოლიტიკური დევნილი ციხიდანაც განთავისუფლდება და საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა მიეცემა და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილს მიეცემა საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა ამაზე ორი აზრი არსებობს როდესაც ივანიშვილის რეჟიმი იქნება არჩევნებში დამარცხებული მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას რო დაუბრუნდე 2012 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით თვითონ დაიწყო პარტიის შიდა რეფორმირება და პარტიამ გადადგა ჩვენს უახლეს ისტორიაში საკმაოდ უპრეცედენტო ნაბიჯები ამ რეფორმის მიმართულებით. ეს რეფორმა არაა დასრულებული. ეს რეფორმა მოკლედ რო გითხრათ, გულისხმობს პირველი კოლექტიურ მართვაზე გადასვლას, პოლიტიკური გადაწყვეტილებები ახლა მიიღება პოლიტიკურ საბჭოში, ხშირად ცხარი დისკუსიების შედეგად. მეორე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორც არის მაგალითად სიის ფორმირება, საარჩევნო სიის, იქნა მიღებული საკმაოდ ერთი შეხედვით რთული, თუმცა ჩემი აზრით აბსოლუტურად სწორი მიმართულებით ჩამოყალიბებული წესები და მაგალითად სიის ფორმირება აღარ არის დამოკიდებული ერთ ან თუნდაც რამოდენიმე ლიდერზე, დამოკიდებულია წინაარჩევნების შედეგებზე, შიდა პარტიულ პროცედურებზე და შიდა პარტიული დემოკრატიის შედეგებზე. ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებით ნაციონალურ მოძრაობა განვითარდა და მე მიგითითებდით აი ამ ფრაზასაც დავასრულებთ შეიძლება. და მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ ნაციონალურ მოძრაობა არ არის ერთი ბელადის, ან თუნდაც რამოდენიმე ლიდერის პარტია, არის პარტია იმ ადამიანების, რომლებიც ამ პარტიის ნაწილად თვლიან თავს. ბუნებრივია ამ პარტიაში არიან მსხვილი, საშუალო, დამწყები ლიდერები და ეს ყველაფერი დინამიკაშია და მიხეილ სააკაშვილი მსხვილ პოლიტიკურ ფიგურად დარჩება დიდი ხანი კიდე ძალიან და საქართველოშიც დაბრუნდება. მაგრამ ის როგორც თქვენ გსურთ საკითხის წარმოჩენა, რომ განახლება ესე წინამდებება განახლებას მიხეილ სააკაშვილის ანუ მიხეილ სააკაშვილი იქნება ერთი რიგითი წევრი თქვენი პარტიისა, როცა დაბრუნდება თუ აი რას ბრძანებთ? ცუდია რომ არ მისმენთ რა თქვი იქამდე. ყველანი რიგით წევრები ვართ, სხვა ფიგურებს აქვს სხვა პოლიტიკური გავლენა, სხვა ეტაპზე ისტორიის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გავლენა ძალიან დიდი არის მთელ რეგიონში როგორც პოლიტიკური ფიგურის. მიუხედავად იმისა, რომ მას არ აქვს შესაძლებლობა უკვე რამოდენიმე წელია რომ პარტიის მართვაში მიიღოს მონაწილეობა. იქნება თუ არა ის მაგალითად არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ამაზე თუ ფიქრობთ ან რაიმე პოსტზე თუ ფიქრობთ რომ მას შეიძლება განაცხადოს. პრემიერ-მინისტრის კანდიდატი როგორ უნდა იყოს, მას ჩამოართვეს საქართველოს მოქალაქეობა და არაძლევენ საშუალებას. არა დაიბრუნებს და მან ხაზი გაუსვა იმას რომ ჩამოვა და ახალ გუნდს დაეხმარება. მე მგონი ამით ამ კითხვას პასუხი გაცნობა. კარგი, რა შეეხება სიას? ამ თემაზე გაინტერესებთ ბევრი საუბარი, მაგრამ თავად სიას რაც შეეხება პირველი ათეული გადავალთ აუცილებლად, მაგრამ ესეც ალბათ საინტერესოა. რამდენად შეიძლება ვისაუბროთ განახლებაზე, როცა ყველა პირველ ათეულში მყოფი პირების დიდი უმრავლესობა თუ ყველა არა, სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი ბევრი წლის განმავლობაში იყო ნაციონალური მოძრაობის მთავრობის წარმომადგენელი. ზოგი ძველი სახეც არის იქ, დავით ბაქრაძე ლიდერობს სიას. ელენე ხოშტარია მაგალითად მეორე ნომერი 2004 წლიდან მუშაობდა ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, შემდეგ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროში, მინისტრის მოადგილედ სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოთარ კახიძე იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმედია ბატონ რომან გოცირიძეს არ წარმოგიდგენთ როგორც მართლა ახალსახეს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. აი სად არის განახლება ამ სიაში? თუ ეს უბრალოდ იმ პრინციპით შედგა, რომ წინა ფლანგზე გამოიყვანეთ ის ფიგურები, რომლებთან არ ასოცირდება აი მთელი ის მემკვიდრეობა, მამკიერი მემკვიდრეობა, რომელიც თქვენს პარტიასთან არის დაკავშირებული და შესაძლოა ამიტომაც არ ხართ თქვენ პირადად პირველ ათეულში მაგალითად.
მე პირველად თულში არასოდეს არ ყოფილი ვარ ამ პარტიის, ასე რომ თქვენი ანალიზი ძირშივე მცდარია სამწუხაროდ. დაუბრუნდები თქვენ კითხვას, ტერმინი ახალი სახეები მე საერთოდ არ მიხმარია არასოდეს და არც ჩვენს ლიდერებს. განახლება არ ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური მსხვილი პოლიტიკური პარტიის ან ძირითადი ოპოზიციური პარტიის როგორც ნაციონალური მოძრაობა არის, რომელიც მე იმედი მაქვს წარმატებას მიაღწევს შემდეგ არჩევნებში, ახალბედა ადამიანები შეიძლება იყვნენ უცებ წინ წამოწეული მთავარ როლებზე. ეს უბრალოდ უპასუხისმგებლო და არასერიოზული იქნებოდა და ამას ამომრჩეველი არც დატოვებდა უყურადღებოდ. აქ ნიშანი მთავარი მდგომარეობს იმაში, რომ ნაციონალური მოძრაობა ადრეც და ეხლაც რჩება ადგილად, სადაც ყველაზე უფრო კომპეტენტური ხალხი, ანუ ამ ქვეყნის პოლიტიკური ინტელექტი იყრის თავს. სულ ყველა არა, მე ამას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, ინტელექტით მქონე ხალხი სხვა პოლიტიკურ ძალებში შეიძლება იყოს, მაგრამ მიზიდულობის ცენტრი იყო და რჩება ეხლაც ოპოზიციაში ყოფნის დროსაც ნაციონალური მოძრაობა. ის ადამიანები, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ბევრი მათგანი მართლაც სახელმწიფო სამსახურში იყო, მაგრამ ისინი პარტიულ პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ და აქ ძალიან დიდი ზღვარია. ამ ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება. ბატონო გიგა, თქვენი პარტიის შემთხვევაში განახლება, ეს ხო უბრალოდ განახლება არ არის. ეს გულისხმობს გამიჯვნას. გამიჯვნას და გარკვეული შეცდომების თქვენ ამ თვალსაზრისით არ ამბობთ, როცა განახლებაზე საუბრობთ. მე რასაც საუბრობ, იმას საუბრობ, გავცალმოთ და ფრაზას დავასრულებ, იმედი მაქვს თქვენსაც ნათელი იქნება, რასაც გულისხმობ. განახლებაში იგულისხმება ის, რომ ადამიანები, რომელიც პარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობდნენ, ეხლა მიიღეს გადაწყვეტილება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დაუკავშირონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი, პოლიტიკური პარტიული მომავალი, აიღონ პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მომავალზე და ის ათეული და არა მარტო ათეულის მიღმაც ის ადამიანები, რომლებიც აქამდე პარტიულ ცხოვრებაში არ იყვნენ, რომლებიც საკუთარი კარიერით, საკუთარი ბიოგრაფიით დაამტკიცეს, რომ არიან იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობენ ძალიან კომპეტენტურები, იქნებიან ამ ქვეყნის მომავალი. ბატონო გიგა, თქვენ არ გსურთ იმ კითხვაზე, რომელიც დასმასაც მე ვცდილობ. აქ საუბარი ხომ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ფიგურები, რომლებიც იყვნენ ნაწილი თავრობისა, ხელისუფლებისა, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურებისა, სხვადასხვა პერიოდში, რომლებსაც პროტესტი არ გამოუთქვამთ მაშინ, არ დაუტოვებიათ პოსტები ბევრ მათგანს, ხო? ნუ საგარეოშიც მუშაობდა ბევრი. ამ ფიგურების მოზიდვა დღეს განახლებულ ათეულში რამდენად შეიძლება ჩაითვალოს იმად, რომ თვისებრივ, არსობრივ, ღირებულებრივ თუ გნებავთ ან წარსულის ჩადენილი შეცდომების გააზრებას ამბობთ. თქვენ ჩემი კითხვა როცა არ მოგწონთ, ამას არ მიიჩნევთ ხოლმე პასუხად და ეგ არის სწორი წესი. არა, კონკრეტულს ხსენებთ, ჩემი აზრით, თქვენ არ გაკმაყოფილებთ უბრალოდ და ეს ნორმალური მოვლენაა ინტერვიუს დროს, ხო? ეხლა წინა ინტერვიუს ხوار დავამსგავსებით, როცა ბრაზდება რესპონდენტი თქვენზეც და მთელ სამყაროზე როცა არ გაბრაზდით თუ გნებავთ. არა, რატო უნდა გავბრაზდეს, ჩვეულებრივი დისკუსია აქ ბატონ სალომე. მე ჩემი აზრით გაგეცეთ პასუხი, რომ ადამიანები, რომლებიც არ იყვნენ პარტიულ ცხოვრებაში და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკური, პარტიული პასუხისმგებლობა აიღონ ქვეყნის მომავალზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს ხალხი, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ყველანი თავის მიმართულებით არიან მიჩნეული პრაქტიკულად ყოველგვარი დისკუსიის გარეშე მთავარ ავტორიტეტებად. რახან თქვენ ბევრჯერ ხაზი გაუსვით წარსულის შეცდომებს, რაც მოსალოდნელი იყო. მინდა გაგცეთ ერთი კონკრეტული პასუხი, რომ ამ მატრიქსში არის ხალხი, რომელიც საჯაროდ გამოთქვამდა კრიტიკას ყველაზე უფრო პრობლემატურ სფეროებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს სამწუხაროდ ჰქონდა საკუთარი მმართველობის დროს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის გიორგი ტუღუში, რომელიც მთავარი კრიტიკოსი იყო პენიტენციალური სისტემის ყველაზე აგრესიული, ალბათ ყველაზე უფრო ხმამაღალი წლების განმავლობაში. სანამ უკვე ბოლოს რამე თუმცა მის მიმართაც ვიცით ძალიან ბევრი პრეტენზია არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ 26 მაის წამების პრობლემასთან დაკავშირებით ის არასათანადოდ ხმამაღალი იყო და ბევრი საჩივარი არ იყო გაზიარებული პატიმრების. ხო, ნუ ვიცი, ხო ჩვენი ოპონენტები ადრეც არსებობენ, ეხაც და მომავალშიც იარსებობენ. ბატონ ტუღუში იმიტომ ვახსენე, რომ მე ხელისუფლებაში ვიყავი მაშინ და ერთ-ერთი მთავარი კარგი გაგებით პრობლემა, ვინც მუდმივად უქმნიდა, მუდმივად ცდილობდა, რომ წნეხი განეხორციელებინა ჩვენ გუნდზე ამ მიმართულებით, სამწუხაროდ არასაკმარისი შედეგით ჩვენი მხრიდან იყო გიორგი ტუღუში, ეს მოყავს მაგალითად. პლუს, როცა განახლებაზე საუბრობთ, მინდა ხაზი გაუსვა იმას და მოკლედ მოვრჩები, რომ განახლება მარტო სახეებს არ გულისხმობს, განახლება გულისხმობს თვითონ პარტიის შინაარსის შეცვლას, როგორ იმართება პარტია, რადგან მოკლედ მოგახსენეთ, ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა და იმ ტიპის წესები ჩამოყალიბდა, რომელიც ნორმალურ ევროპულ დემოკრატიულ პარტიას უნდა ახასიათებდეს. ჩვენი პარტიული ტრადიცია საკმაოდ მოკლე პერიოდს მოიცავს, ჩვენი ნაციონალური მოძრაობის კი არა საქართველოსი სამწუხაროდ და სუსტია ეს ტრადიცია და მეოთხე ნაციონალური მოძრაობა აქაც არის ავანგარდში,
და ქმნის იმ ტრადიციას, რომელიც უნდა იყოს ამ ქვეყნის მომავალი. თუმცა პარტიები არ არიან დამოკიდებული ერთ ლიდერზე, მით უმეტეს ბელაძე ან ორზე ან სამზე, არამედ აქვს საკუთარი ტრადიციები, საკუთარ წევრებზე, აქტიურ წევრებზე და საკუთარ დემოკრატიულ ნორმებზე არიან დამოკიდებული და ამ პროცესის შედეგია ის ათეულის მიღმაც, რაც ჩვენ ერთად ვიხილეთ. ამ პროცესის შედეგი არის ის ხედვა და ის გეგმა, რომელსაც ეს ხალხი განახორციელებს ხალხის მანდატით 2016 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და რომელიც ჩვენ ქვეყანას უმძიმესი კრიზისიდან გამოიყვანს და მე იმედი მაქვს, რომ ამ კრიზისის დღევანდელ მდგომარეობაზეც გვექნება საშუალება რომ ვისაუბროთ. ბატონო გიგა, ევროპული პოლიტიკური ტრადიცია ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას შეცდომებზე თუ დანაშაულებზე მათ შორის და გარკვეულ მორალური პოზიციების დაკავებასაც. თქვენი მმართველობის პირობებში საქართველოში 300%-ით მოიმატა პატიმრების რაოდენობამ და ქვეყანა ამ თვალსაზრისით მსოფლიოში მეოთხე ადგილზე იყო ერთსულ მოსახლეზე გამოთვლებით. პატიმართა თითქმის 85% სხვადასხვა გამოკითხვით იქნება ეს ღია საზოგადოება საქართველოს მიერ ჩატარებული თუ ეხლა ბოლო პერიოდში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის დასკვნა ამბობს, რომ ისინი უშუალოდ აწამეს, აქედან 75% ამბობს, რომ ფიზიკურად, 84% ფსიქოლოგიურად, ეს ღია საზოგადოების კვლევა ამ პარლამენტის კომიტეტის დასკვნაშიც სისტემურ პრობლემებზე უკვე ცალსახად საუბარი, ალბათ გაეცანით ამ კვლევას 2012 წლის არჩევნებამდე ჩვენ ვიხილეთ პარლამენტის კვლევას არ გავცნობი ვარ. მაშინ ალბათ გაიცნობთ მომავალში. არ ენდობთ ამ კვლევას. 2012 წლის არჩევნებამდე ჩვენ ვიხილეთ წამების ამსახველი კადრები, რომლებიც შეიცავდა ადამიანური მოპყრობის სისტემური ჯგუფური რიტუალიზებული პრაქტიკის უტყუარ ფაქტს, ეგრეთ წოდებული კარანტინის დაშლას, რომლის უარყოფა თუ დადგმულად წარმოჩინება თქვენს ყველაზე გულმხორვალე მხარდამჭერებსაც კი არ უცდიათ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ 28,000-ზე მეტი ფაილი უკანონო თვალთვალის შედეგად დატოვებული, სახელმწიფოსთვის სიმბოლურ ფასად ნაჩუქარი ასობით მილიონი ლარის ოდენობის ქონება, საკუთრების ჩამორთმევის პრობლემები, ასე შემდეგ. როგორ აფასებთ ამ მემკვიდრეობას და რატომ გიჩნდებათ ხოლმე პროტესტი თქვენს პირადად, თქვენი პარტიის ბევრ წარმომადგენელს, როცა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები სვამენ მორალური პასუხისმგებლობის საკითხს იმას, კონკრეტულად აქვს თუ არა პარტიას უფლება, რომ გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება, თუ ამ ყველაფერზე არ მივიღებთ არგუმენტირებულ მობოდიშებას მაინც ან რეფლექსიას. ხალბატონ სალომე, მე არანაირი პროტესტი არ მიჩნდება იმაზე, როცა მოქალაქეები ან თუნდაც ჟურნალისტები, თუნდაც არაკომპეტენტურად ან მიკერძოებულად სვავენ კითხვებს, ეს ნაწილია დემოკრატიის. მე პროტესტი მიჩნდება მხოლოდ პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკურ პატიმრების არსებობაზე და ძალადობაზე, რომელსაც ადგილი აქვს 4 წელია საქართველოში პოლიტიკური ფიგურების წინამდე სპეციფიურად და დაუჟელად და იმაზე რაც ქვეყანაში ხდება, საით მიიყავს ივანიშვილის რეჟიმის ქვეყანა. ამაზე მაქვს მე პროტესტი. დისკუსიაზე თუნდაც ისეთი აზრებით, რომელიც მე არ მომწონს, რომელსაც მე არ ვეთანხმები და რომელიც თუნდაც ძალიან არაკომპეტენტურად და ზედაპირულად მეჩვენება, მე არ მაქვს არანაირი განსაკუთრებული პროტესტი. ხარ შეხებთ თქვენ კითხვას. იმას ვინ უნდა დარჩეს პოლიტიკურ ცხოვრებაში და ვინ არ უნდა დარჩეს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში და ვინ იყოს ოპოზიციაში. წყვეტენ ამომრჩევლები ხალხო. 2012 წელს ამომრჩევლებმა გააწყვეტეს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიენდოთ საქართველოს ბედი 4 წლით, 2016 წელს ეს გააწყვეტილება იქნა მიღებული ხელახლა და მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ კატასტროფის შემდეგ, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ 4 წლის განმავლობაში, ივანიშვილის რეჟიმი დაასრულებს თავის არსებობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს და მაქვს ამის საფუძველი. ბოლო არჩევნების დაყრდნობით, რომელიც ახლა ხანს ჩატარდა გამოტოვებული, კვლევების დაყრდნობით, რომ ნაციონალურ მოძრაობა იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მიიღებს ამ მანდატს შემდგომი 4 წლით ქვეყნის მართვისა. რაც შეეხება იმას, რა პრობლემებიც იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის მმართველობის პირველი 2 ციკლის დროს, ეს პრობლემები არსებობდა. თქვენ ჩამონათვალში, როგორც თქვენ აღწერეთ, თქო, მე დიდ ნაწილს ფორმულირებების არ ვეთანხმები, მაგრამ რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემა იყო. ხო, ვცდილობ რომ გითხრათ. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი პრობლემა გახდათ ის, რომ იმ უმძიმეს ვითარებაში, რომელშიც ქვეყანა იმყოფებოდა 2013 წლის ბოლოს, განსაკუთრებით კრიმინალის ორგანიზებული დანაშაულის, კორუფციის, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ქვეყნის შიგნით ჩარევის, ანუ პრაქტიკულად არ შემდგარი სახელმწიფოს უფსკრულის პირას ყოფის სახელმწიფოს პირობებში, იმ ზომებმა, რომელიც აუცილებლად იყო მისაღები, მოგვცა ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტი ციხის მოსახლეობის ზრდა სერიოზული, ეს იყო სერიოზული გამოწვევა და მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ ჯამში იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც მე წარმოვადგენდი, ფუნდამენტურად ქვეყანა დააყენა ევროპული დემოკრატიული განვითარების გზაზე და შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნდამენტი შექმნა, იყო სერიოზული ჩავარდნა იმ მიმართულებით, რომ
ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტების შენებლობას არ ახლდა თან ეფექტური გამოწონასწორებელი ინსტიტუტების შექმნა, რასაც checks and balances უძახიან და არ არსებობდა არც გარე, არც შიდა ეფექტური კონტროლი სპეციფიურად მაგალითად იმ სფეროში, რომელსაც პენტენციალური სისტემა ქვია. თუმცა არა მარტო ეს, შეიძლება შეეხოს მთლიან სამართალდამცავ ორგანოებს და ბატონო გიგა, რა განასხვავებს მაშინ დავუშვათ თქვენ შემთხვევას, საქართველოს უახლესი წარსულის შემთხვევას, ბევრი რეპრესიული, თქვათ, მოდერნიზატორული შემთხვევისგან, რა ვიცი, საბჭოთა კავშირის მოდერნიზაციის მომდანი უდიდესი პროექტი იყო, ხო? უამრავი სხვა შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ ასეთი ჩილე და ასე შემდეგ. მიკერძოების და ღრმა არაკომპეტენტურობის და ღრმა მიკერძოების გარდა ვერაფერი ვერ ახსნის პარალელებს საბჭოთა კავშირს ჩრდილოეთ კორეასა და 2004 წლისდან 2012 წლამდე საქართველოს შორის საერთოდ აბსურდად მიმაჩნია ესეთი საკითხის დაყენება, რომ ტირანიულმა რეჟიმმა არჩევნები წააგო და მოვიდა ახალი ხელისუფლება. მე მესმის, რომ თქვენ ან სხვა თქვენი პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს, მათ შორის ჟურნალისტებს ჩვენ არ ვამბობთ, რომ ერთი და იგივე იყო და თოლობის ნიშანს არ დამპირდით, რომ მაცლიდით და მესმის, რომ შეიძლება თქვენ პრობლემა გაქვთ, რომ რაღაც რეაბილიტაციას ცდილობთ წინა ეთერის შემდეგ, როცა ძალიან აგრესიული ნიაღვარი წამოვიდა თქვენ წინამდე, მაგრამ მოდით ამ ეთერს ამისაუბრებით, მე კი დავიწყებ, თქვენ უნდა დავიწყოთ. ხო და როცა დამისვით კითხვა უნდა მაცალოთ პასუხი. გცემთ პასუხს, რომ მე მეჩნია ძალიან არასერიოზულად ყველა პარალელი საბჭოთა კავშირთან, ჩრდილოეთ კორეასთან, ან თუნდაც ჩვენ მეზობლად არსებულ სხვა ქვეყნებთან, იმიტომ რომ 2000 არა, ვიცი რომ თქვენ არ გიხსენებთ, მე ვახსენე. ისეთივე აბსურდულია საბჭოთა კავშირთან პარალელი, როგორც ჩრდილოეთ კორეასთან იქნებოდა თქო. 2004 წლიდან 2012 წლამდე ქვეყანა ყველა მეტნაკლებად საღი აზრის მქონე და მეტნაკლებად მიუკერძოებელი, ოდნავ მაინც მიუკერძოებელი დამკვირვებლის აზრით, ჩვენი ოპონენტებისაც კი ფუნდამენტურად წავიდა სერიოზულად წინ. ყველა მიმართულებით, ინსტიტუტებისა და ნდობის მიმართულებით და ყველაფერი ეს კორუფციასთან ბრძოლას რო თავი დავანებოთ სახელმწიფოს მშენებლობის და თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის თვალსაზრისით. და ეს ყველაფერი დასრულდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შემდეგ. ეხლა ეს არ ჯდება იმ სურათში, რომელიც თქვენ გსურთ დახატოთ ან ჩვენ სხვა ოპონენტებს, მაგრამ ეს უბრალოდ რეალობაა. ეხლა რაც შეეხება იმ პრობლემას, რაც ვახსენებთ, ცდილობდი რომ პასუხი გამეცა ამაზე. 2003 წელს დაკვეთა ჩვენი საზოგადოების კრიტიკული მასის იყო იმ კატასტროფიდან, როცა ჩვენი სიცოცხლე ყოველდღე საფრთხის ქვეშ იყო, დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები ეფექტური სახელმწიფო ინსტიტუტებით. და ამის მინუსი იყო ის, რომ ამ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოწონასწორებელი პოლიტიკური ინსტიტუტები ხელისუფლების გარეთ ეფექტური ოპოზიციის სახით, ან ხელისუფლების შიგნით და პილოგში სასამართლოს სახით არ შეიქმნა დროულად, ან იქნებოდა ნელა. ეს იყო სერიოზული პრობლემა და ჩვენი ამოცანა დღეს ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ იქნება სწორედ ამ მიმართულებით გათვალისწინება ამ სერიოზული შეცდომის, რომელსაც ადგილი ჰქონდა. მაგრამ რასაც ჩვენ ვხედავთ 2012 წლიდან 16 წლამდე დღემდე, ვხედავთ სურათს, როდესაც ის პრობლემები, რომელიც არსებობდა 2012 წლამდე, არათუ არ გამოსწორდა, არამედ ხშირ შემთხვევაში გაღრმავდა, თუ მაგალითად საუბარი არის მიუკერძოებლობაზე სამართლებრივი სისტემის, ჩვენ გაგვიჩნდნენ პოლიტიკური ფიგურები, რომელიც პოლიტიკური მოტივით არიან ციხეში, პოლიტიკური პატიმრები და გვაქვს აბსოლუტურად აღვირახსნილი ძალადობა და გვაქვს მართლობა ერთი ადამიანის, რომელსაც აქვს დიდი ფული, არ აქვს არანაირი ანგარიშვალდებული ადგილი, ანუ თანამდებობა უკავია, რომელიც ხელს ამყაროზე გვერწმუნეთ მოვიწევთ კიდევ ამ თავრობის წარმომადგენლებს მათ ვესაუბრებით, ჩვენ თქვენგან გსურს მოვისმინოთ თქვენ მემკვიდრეობაზე პასუხები. რაც ეხება იმას, რომ ყველა პარამეტრი დღევანდელი მდგომარეობა დამძიმებულია. იმიტომ რომ თქვენს ალბათ მინდა გითხრათ, რომ თქვენს ნარატივს და იმას როგორც ცდილობთ წარმოაჩინოთ ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში ეს საპირისპირო სურათია. მაგალითად, იგივე წამებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველიც ამბობს საქართველოსი, რომ აღარ აქვს ამას სისტემური სახე და იგივე ეწერა ევროპის საბჭოს ამებისა და არადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის შესახებ ანგარიში ამას წინათ Freedom House-ის შეფასებით გაუმჯობესებულია მედიის თავისუფლება, შემიძლია კონკრეტული ციფრები მოგიტანოთ, პოლიტიკური გარემო, ძველ ზოგჯერ 10 პუნქტითაც კი. გავიგე, დრო გვაქვს, აქ ვისაუბროთ კიდევ თქვენ ცოტა დრო მითხარით და შეიძლება დრო აღარ დაგვრჩეს, რომ თქვენ ბევრ კითხვას და თქვენს უკმაყოფილებას ჩემ პასუხებით პასუხი გავცე. Კავწალუმე, ის პრობლემები, რომელზეც თქვენ იქამდე მეკითხებოდით და რომელზეც ეხა აკეთებთ ციტირებას საერთაშორისო ორგანიზაციების, დღესაც არსებობს იმავე მოხსენებებში, რომელიც ციტირებას თქვენ მოახდინეთ, თუ დაწვრილებით წაიკითხავთ, ნახავთ, რომ ეს პრობლემები არ გამქრალა და არსებით პროგრესს საერთო ჯამში საქართველოს არ მიუღწევია არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის. მაგრამ არც გაუარესებისთვის, იმ გაუარესებისთვის. მიუხედავთ იმისა, არა, გაუარესებები არის.
მაგალითად განსაკუთრებით მიმართულებით, როცა საქმე ეხება ჩვენ იმას, რაც ჩვენ მოქალაქეებს ყველაზე უფრო აწუხებთ ეკონომიკურ თავისუფლებას. აქ გვაქვს სერიოზული გაუარესება. მაგრამ დაუბრუნდები, რო არ გეგონოთ, რომ გავეკეცეთ თქვენ კითხვას, საქართველოს მიიღო ძალიან დიდი ბონუსი, როდესაც პირველად ამ რეგიონში მშვიდობიანად შეიცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ეს არის საფუძველი და ამას ეყრდნობა თითქმის ყველა ნეიტრალური ან მეტნაკლებად ნეიტრალური მომხსენებლის შეფასება საქართველოს გამორჩეულობის ამ რეგიონში. დღესაც კი ის რაზე დაყრდნობითად საქართველოს არის გამორჩეული არის ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი და დამოუკიდებელი საკონსულო სამართლო ჯერჯერობით მაინც და ჯერჯერობით ძლიერი მედია, ერთი ნაციონალური მედია საშუალება, რომელსაც ვერ აკონტროლებს ხელისუფლებიდან, რამოდენიმე უფრო წვრილი მასშტაბის მედია. ეს ყველაფერი არის ის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი თავგანწირულად ებრძვის 4 წელია. უბრალოდ ვერ დაამარცხა ჯერჯერობით. ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებთან. თქვენთან სხვა თემებზე მე არ მაქვს უფლება რომ ვისაუბრო. კი, რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენი შეფასებები, თქვენ ოპოზიცია ბრძანდებით და რა თქმა უნდა ოპოზიციური შეფასებები გაქვთ. რა თქმა უნდა, ინსტიტუტების მშენებლობის თვალსაზრისით ბევრი აღიარებს წარმატებას, რომელსაც საქართველოს მიაღწია განსაკუთრებით პირველ წლებში ვარდების რევოლუციიდან, იქნებოდა ეს დერეგულაციის, ბიუჯეტის ზრდის თუ ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. თუმცა ეს რეფორმები არაერთი ანალიტიკოსის აზრით დადებითად არ აისახა მოსახლეობის დიდ ნაწილზე. ეს ჩანს მსოფლიო ბანკის ანგარიშიდანაც, მაშინ როცა პოსტსაბჭოთა პერიოდში ყოფილი რესპუბლიკების უმრავლესობაში სიღარიბე მცირდება, საქართველოს ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიღარიბე იზრდება. 2012 წლის მაჩვენებლებით იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც დღეში 1 ან 2 დოლარით საზრდოობენ, საქართველოში იყო უფრო მაღალი, ვიდრე იქნებოდა ეს აღმოსავლეთ ევროპის, შუა აზიის ქვეყნებში, სომხეთი, მოლდავეთი, ასე შემდეგ. შეიძლება რომ გაგცეთ პასუხი. არა, ასეთი რამ მინდა კითხოთ. ხომ არ შეიძლება ისე ვთქვათ, ვიფიქროთ, რომ რეპრესიული პოლიტიკა არ დაგისვიათ? იყო სწორედ შედეგი ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც გამოიწვია, იყო ის, რომ სოციალური უსამართლობის ან სოციალური აფეთქების მართვა გახდა აუცილებელი. არ მიწიროთ ქალწალომე, აი ხა რაც მოვისმინე, ამას სხვა ტერმინს გარდა აბსურდისა ვერ ვიხმარ. მსოფლიო ბანკის მონაცემები მოვისმინეთ. ინსტიტუტები არ მოგიყვანიათ სწორად და ეხა წინა ნუ ვცდილობთ რომ წინა რესპონდენტს დავემსგავსო. მაინც ვერ მოახერხებთ ნამდვილად. პირველ რიგში ინსტიტუტების მნიშვნელობა იმით კი არ იზომება მარტო რა თქვენ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და აქ საქართველოს მართლაც მაგალითად არის მოყვანილი სწრაფი ტრანსფორმაციის და ისეთი ამოცანების შესრულების, რომელიც შეუსრულებლად ითვლებოდა ჩვენ რეგიონში. ხო, ენდემური კორუფციის და ინსტიტუციონალური კორუფციის დამარცხების. დღემდე ეს შემოსწრება არ გახლავთ, აი იმ ინსტიტუტების მოსწრება, ვინც თქვით. მაგრამ ყველაზე მთავარი არის შენი მოქალაქეები როგორ გრძნობენ თავს, ხო? რადგან თქვენ ბევრ აპელაციას ახდენთ. ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ 2003 წლის შემდეგ 2012 წლამდე ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. მათ შორის იმ ინსტიტუტების მიმართ, რომელსაც რეპრესიული, ლეგიტიმური რეპრესიული ფუნქცია აქვს და რომელსაც პრობლემები ჰქონდა, რომელზეც თქვენ ბევრი ისაუბრეთ და კიდევ ალბათ ბევრს ისაუბრეთ. მათ მიმართ ნდობა იზრდებოდა მუდმივად. ბატონო გიგა, სიღარიბეზე გეკითხებით, სოციალურ მე ხო არ გაწყვეტინებ კითხვების დროს და პასუხის დროს. არ ცემთ პასუხს კითხვაზე, რა ვქნა, იძულებული ვარ შეგაწყვეტინოთ. და მაგალითად კიდევ ერთი არ მოგწონთ ჩემ პასუხი. გაეროს საკვების სოფლიო პროგრამის 2012 წლის მონაცემები მოგიტანთ. თქვენთან ქალწალო. საქართველოს რეგიონში ერთადერთი ქვეყანა იყო, სადაც მოსახლეობის 25% განიცდიდა საკვების ნაკლებობას. ერთადერთი რეგიონში. ეს არის 2012 წლის მონაცემები. მივდიოდი მაგ პასუხამდე თქვენ დაიწყეთ ინსტიტუტები. მე გადახვედით და არ მოგწონთ ჩემი პასუხი და მაწყვეტინებთ, ეს არ არის სწორი. ინსტიტუტების მიმართ ნდობა იზრდებოდა 2012 წლამდე და ბოლო 4 წელია გვაქვს დრამატული ვარდნა. ანუ რატო უსვა ამას ხალხს და გადავალ მე სიღარიბეზე და იმ აბსურდზე, რის ციტირებაც თქვენ სცადეთ. რატოა მნიშვნელოვანი რომ ხალხის ნდობა იყოს, რომ მინისტრები შეიძლება იყვნენ არაპოპულარულები. მინისტრები შეიძლება სულდეს მოსახლეობის სერიოზულ ნაწილს პოლიტიკურ სიძულვილს გულისხმობ, ხო? ასეთ მივეჩვიეთ ბოლო 4 წელია განსაკუთრებით. მაგრამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე პოლიტიკური ფიგურების მიმართ ნდობა. ამას ხედავდით ჩვენ იმ 8-9 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენი გუნდი იყო ხელისუფლებაში. ინსტიტუტების ნდობა იზრდებოდა, პოლიტიკოსები ზოგიერთი იყო ძალიან არაპოპულარული, მაგრამ ინსტიტუტების მიმართ ნდობა ნარჩუნდებოდა ან იზრდებოდა. ეხლა ვხედავთ კატასტროფულ ვითარებას, რომ ბოლო 4 წელია ნდობა ვარდება ინსტიტუტების მიმართ და არა მარტო პოლიციის ან ჯარის მიმართ, არამედ სხვა ინსტიტუტების მიმართაც, რომლებიც მათ მოიპოვეს ჩვენი მოქალაქეების ნდობა იმ წლების განმავლობაში, რომელსაც თქვენ განმეორებით რეპრესიულს უწოდებთ, იმიტომ რომ ესეთია თქვენი შეხედულება. რაც შეეხება სიღარიბეს და შიმშილს, ქალწულობას. ეს ისეთი ბოდიშგიხით სისულელეა, რომ მიჭირს კიდევაც სიტყვები როგორ იპოვო. 2004 წელთან 4 წელია 12 წელი რო ავიღოთ, 4 წელს სიღარიბე იყო ტოტალური ქალწულობა.
პენსია საერთოდ ვერ რიგდებოდა, იყო 5 ლარი და საერთოდ ვერ რიგდებოდა. ანუ ყველაზე გაჭირებულ ნაწილთან. 2012 წელს არა მარტო პენსია იყო გაზრდილი, არამედ სპეციალური პროგრამები იყო სიღარიბის ზღვის. სიღარიბე იზრდება ეხლა, ბოლო 4 წელია იმ ეპოქის დროს ივანიშვილის, რომელზეც თქვენ საუბარი არ გსურთ, რატომღაც და ჯიუტად მიმეორებთ, რომ ამაზე ისაუბროთ მარტო ხელისუფლებასთან. ეს სტანდარტი საერთოდ გავცალმე არ გამიგია, რომ ოპოზიციას არ ალაპარაკებდეთ აწყოზიან მომავალზე, იმიტომ რომ თქვენ გსურთ წარსულზე ლაპარაკებთ, რომ მიგაჩნიათ, რომ ეს არის რაღაც ძლიერი მხარე ოპონირების. ეს ძალიან არაკომპეტენტურია, ჩემი აზრით, მაგრამ თქვენი უფლებაა ბუნებრივია. ეხა გვაქვს პრობლემა სიღარიბის დისკაუტოსალავე. ბოლო 4 წელია გვაქვს. როდესაც მოხდა დევალვაცია ლარის, როდესაც გაჩერდა ეკონომიკა, როდესაც ხალხი რეალურად თბილისის გარეთ განსაკუთრებით მოხდა კონტრაქცია ეკონომიკის და ეკონომიკის დაარი ორჯერ ნაკლები ვიდრე იყო ბოლო 9 წლის განმავლობაში ომის მიუხედავად ეხა გვაქვს ეს პრობლემა. უშუალოდ ეს ზრდა რომ არ ასახავს უთანასწორობის პრობლემას, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით რა საკვირველია. პარადოქსია ალბათ ქვეყანა რომელიც ესე სწრაფად იზრდება ეკონომიკურად, პარალელურად იზრდება უთანასწორობის და სიღარიბის მაჩვენებელი. მაშინ როცა მეზობელ ქვეყნებში სადაც ასეთი ზრდა არ არის, უთანასწორობის მაჩვენებელი და სიღარიბის ნაკლებია და კლებულობს. თქვენ ისე ორ ცნებას ურევთ ქალწალომე. უთანასწორობა და სიღარიბე ერთ და იგივე არ არის. უთანასწორობა შეიძლება გაიზარდოს, ანუ გაჩნდება ძალიან უფრო მდიდარი ხო, სხვადასხვა რამ არის. სიღარიბე მართლაც არის სერიოზული გამოწვევა, უთანასწორობაზე მე თქვენგან განსხვავებული აზრი მაქვს, მოგეხსენებათ, ჩემი ამოცანა არის, რომ იყოს ბევრი უფრო მდიდარი ადამიანი და არა ერთნაირი შემოსავლის ადამიანი. ეს, რასაც თქვენ ქადაგებთ, არის утопия социализმის ბევრი თანამოაზრე ყავთ რიტორიკულად რესურსებზე ხელმისაწვდომობაზე და რესურსების გადანაწილებაზე და მთავრობის მიერ. დიახ, დღევანდელ მთავრობაში თქვენ ყავთ თანამოაზრეები, ოღონდ ფარისევლები, იმიტომ რომ დღევანდელ მთავრობას მართავს ერთი ზამდიდარი ადამიანი, რომელიც საკუთარ თანამდებობას დღემდე იყენებს პირადი გამდიდრებისთვის, შემდგომი გამდიდრებისთვის, მაგრამ ქადაგებს ესეთ სოციალისტურ მიდგომებს, მეტ ბიუროკრატიას, ვითომ ჩარევას და გათანასწორებას, ეს დაზღვევოთ ამის მაგალითია. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა უფსკრულის პირას ჩვენი ქვეყანა ქალწულო. და ერთი კითხვა კიდე უნდა დაგისვათ, ძალიან არ მინდა ისევ რაღაც მორალისტურ განზომილებაში გადავიდეთ და ესე გაიჟღეროს, მაგრამ 2013 წელს სამალავებში გამოსულხართ მაგ განწყობილებიდან. აქვთ უხართ თუ ასეა, მაგრამ ამ შეკითხვას გვერდს ვერ აუვლით 2013 წელს. თქვენ მე მგონი სხვა რამეზე წუხართ. სამალავებში ბატონო გიგართ თქვენ ჩემი ანალიზისთვის არ ხართ მასველი ჩემი ფსიქოლოგიური და ემოციური მდგომარეობა. 1 საათია ჩემ ფსიქოანალიზის წევით და მორალს მიკითხავთ ქალწულობენ და 2000 არა მორალს არა უბრალოდ მინდა შეგახსენოთ რომ 2013 წელს მაშინ როცა სამალავებში აღმოჩენილი ეს ჩანაწერები შესახებ შეიტყო საზოგადოებამ და ანუ გავიგეთ რომ წამება არ ხდებოდა მხოლოდ ციხეებში არამედ რაღაც პოლიციის გასაიდუმლოებული სადგურებიც იყო სამეგრელოში ამ შემთხვევაში თქვენ იყავით ერთ-ერთი ის იშვიათი ფიგურა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, რომელმაც თქვა, რომ საზოგადოებასთან ბოდიში გაქვთ მოსახდელი ამ ფაქტების გამო. ნაციონალური მოძრაობისგან საზოგადოებას არ მოусმენია არც რეფლექსია სიღრმისეული იმაზე თუ რატომ მოხდა ის ყველაფერი რაც მოხდა, არც ეს ვთქვი ბოდიშის მოხდა ან რაღაცა ფორმით. არ ჩაუთვლია საჭირო პარტიას. როგორი არის პარტიის კოლექტიური პოზიცია თუ შეძლებთ რომ მოკლედ ჩამოგვეყალიბოთ? თქვენ ხო ამ კითხვით დაიწყეთ და ერთხელ ჩემი პასუხი არ მოგეწონათ უკვე. ჯერთი თქვენ არ ვიცი შეგნებულად ან შეუგნებლად სრულობთ, იმიტომ რომ ბატონ დავით ფაქრაძეს ჰქონდა საპრეზიდენტო კამპანია 2013 წელს, რომლის დროსაც მან ძალიან დიდი დრო საკუთარი კამპანიის დაუთმო სწორედ ამ პრობლემებზე საუბარს, გაანალიზებას და ძალიან კაფიო განაცხად საზოგადოების წინაშე, რომ ეს პასუხისმგებლობა ნამდვილად არსებობს პოლიტიკური იმ გუნდის, რომელმაც ვერ უზრუნველყო ის, რომ ამ ტიპის პრობლემები არ ყოფილიყო. მაგრამ თქვენ მესამეჯერ გინდათ ეს კითხვა დამისვენოთ, რომ გსურთ რომ მარტო ამაზე ვისაუბროთ. პრობლემა მოკლედ პასუხი მოვისმინოთ. თulis თუ არა პარტია რომ აქვს ბოდიში მოსახდელი. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს პრობლემები რომელიც არსებობდა, რომელიც ვერ გადაჭრა ჩვენმა გუნდმა, დღეს კი არ გადაიჭრა, გაღრმავდა და ის რაც სწორ გზაზე იყო დაყენებული, ინგრევა და ჩვენი ქვეყანა არის უფსკულის პირას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ არ გსურთ ამაზე საუბარი, იმაზე რა ხდება დღეს, მაგრამ ეს არის დღეს გამოწვევა. ნაციონალურ მოძრაობას არათუ შეგნებული აქვს ეს პასუხისმგებლობა, თუ გაეცნობით იმ გეგმას, რომელზეც დღესაც მუშაობთ, იმიტომ რომ ეს გეგმა არ არის სტატიკური, რომელიც ჩვენ უნდა განვახორციელოთ 2016 წლის არჩევნების შემდეგ, იქ ამ პრობლემაზე მათ შორის, რაც შეეხება სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლო სისტემას, არის დეტალური ხედვა
არა უბრალოდ რაღაც ფარისეულური სიტყვები, როგორც ხშირად გესმის ხოლმე, არამედ ის თუ როგორ უნდა გავაკეთოთ ჩვენ, როგორც მთელმა ქვეყანამ რეფორმები ისე რომ ეს ამ პრობლემების რისკი ან გამოირიცხოს, ან შემცირდეს მაინც, იმიტომ რომ ხა გარანტიას რომ არავინ არასოდეს სულად არ მოიქცევა, ვერც ერთი ადამიანი ვერ მიცემს, მაგრამ პოლიტიკური ხედვა და გეგმა და მოწყობა უნდა იყოს ისეთი, რომ ამ ტიპის პრობლემების წარმოშობის რისკი იყოს მინიმუმამდე შემცირებული. და ბოლო ფრაზით უნდა დავასრულო. ყველა ამომრჩეველს უნდა ესმოდეს. საქართველოში ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს როგორც ნება, ისე საშუალება ამ რეჟიმის დამარცხების და იმ ამოცანების შესრულების, რომელიც წინაშე ჩვენ ქვეყანა დგას, არის ნაციონალური მოძრაობა. ძალიან დიდი მადლობა უნდა დავასრულოთ. მოძრაობა იმ ადამიანების, ვინც შეძლებენ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრას. მადლობა, კარგად გრძანდებოდეთ. ძალიან დიდი მადლობა. ნახვამდის გიგა ბოკერია იყო ჩვენი სტუმარი, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. თქვენ უყურებდით გადაცემას ინტერვიუ, რომელიც რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთობლივი პროექტია და რომელსაც უძღვებოდი მე სალომე ასათიანი. ამ გადაცემის ხილვა შეგიძლიათ რადიო თავისუფლების და საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებსაიტებზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. გადაცემა ინტერვიუ რამდენიმე კვირით გემშვიდობებად. სპორტული პროგრამების ტრანსლაციის გამო ჩვენ დროებით არ ვიქნებით ეთერში, თუმცა მალე დავბრუნდებით. დიდი მადლობა.